ხშირად გვერდს ვუვლით იმას, რაც ყველაზე საინტერესოა. ვენის ქუჩების ქვეშ, ეკლესიის სარდაფში მთელი იმპერია განისვენებს. ეს არის ადგილი, სადაც სიკვდილიც კი საოცრად ესთეტიკურია. ეს ვენის კაპუცინების მონასტრის საძვალეა, რომელიც 1618 წელს დაარსდა. მისი მიზანი მარტივი და ამავდროულად დიდებული იყო. გამხდარიყო ჰაბსბურგების დინასტიის უკანასკნელი ნავსაყუდელი. მას შემდეგ 4 საუკუნის განმავლობაში აქ 150-მდე ჰაბსბურგმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი. აქ 12 იმპერატორი და 18 დედოფალი განისვენებს. თუმცა ყველა სარკოფაგს თავისი ისტორია აქვს. აქ ნახავთ მარია ტერეზას გიგანტურ აკლდამას, რომელიც მას სიცოცხლეშივე დაამზადებინა, რათა მეუღლის გვერდით ყოფილიყო. აქვეა ყველასათვის აყვარელი დედოფალი სისი, რომლის საფლავიც მუდამ ყვავილებითაა მოფენილი. მას აქაც არასვენებენ თაყვანისმცემლები. ახლა ვარ ვენაში, ჰაბსბურგების საძვალეში და ეს არის ადგილი, კონკრეტული საფლავი, რომელიც ეკუთვნოდა მატილდე ჰაბსბურგს. როგორც მოგეხსენებათ, სიკვდილი ყოველთვის ტრაგედია, მაგრამ ეს ამბავი განსაკუთრებით. როგორც ცნობილია, მატილდე იყო მგზნებარე სიგარეტის მწეველი და ერთ დროს, როდესაც მან გაუკიდა მორიგი ღერს, ნაკვერჩხალი დაეცა მის კაბას და გაჩნდა ხანძარი მის ტანზე. მიიღო საშინელი დამწვრობა, რის შემდეგაც საშინელი სიკვდილით და დამწვრობით ის გარდაიცვალა. აგრეთვე იხილავთ ყველაზე უბრალო სპილენძის კუბოც, რომელიც იოზეფ მეორეს ეკუთვნის. მან სიკვდილისწინაც უარი თქვა კუკუნებაზე. ჩემს უკან ხედავთ ნაპოლეონის მეუღლის საფლავს, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, იყო ავსტრიელი. ჩემს უკან ხედავთ ფერდინანდ პირველის საფლავს, რომელიც 1858 წლის რევოლუციის დროს გადადგა. აქ მოსვლა მხოლოდ დათვალიერება არ არის. ეს ისტორიის პირისპირ დგომა, სადაც ხვდები, რომ ყველაზე დიდი იმპერიებიც კი ერთ პატარა ოთახში სრულდება. თუ გინდა რომ წარსული შენთვისაც გაცოცხლდეს, გამოიწერე ჩვენი არხი. შენი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.